ემსახურება და შრომა ქართული ტყის სამსახურს. სამართლებრივი ძეგლების გამოფენა იუსტიციის სამინისტროში და ერთი დღით მორგებული მინისტრის მოადგილის სავარძელი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი და მეორე კურსის სტუდენტებმა ერთი სამუშაო დღე იუსტიციის სამინისტროში გაატარეს. უფრო სრულად ნახეთ ჩვენ სიუჟეტში. იუსტიციის სამინისტროში სამართლებრივი ძეგლების გამოფენა მოეწყო. ექსპოზიციაზე დამთვალიერებელმა უძველესი დოკუმენტი მეფე გიორგი მეორის სიგელი, მეფე დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის პერიოდის ორი დოკუმენტი და ასევე დავით აღმაშენებლის 1123 წელს შედგენილი ანდერძი იხილა. ექსპონატები ეხება სამართლებრივ ხასიათს და ისინი თარიღდება მე-11 საუკუნიდან მე-19 საუკუნის ჩათვლით. დოკუმენტები ეხება წყალობის, შეწირულების სიგელებს, გახლავთ მემკვიდრეობითი ანდერძები და სხვადასხვა ხასიათის სამართლებრივი დოკუმენტები. იუსტიციის დღესთან დაკავშირებით თესეუს პირველი და მეორე კურსის სტუდენტებმა მთელი ერთი სამუშაო დღე იუსტიციის სამინისტროში გაატარეს. ლუკა გრიგოლია თესეუს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა, როგორ მუშაობენ სამინისტროში და ერთი დღით მინისტრის მოადგილის სავარძელიც მოიგო. ის მანძილზე ჩვენ მთელი დღე თანამშრომლები მუშაობდით პირველ-მეორე კურსის სტუდენტებთან ერთად, ისინი იყვნენ ჩართულები სამუშაო დღის მანძილზე და ესეც ალბათ ძალიან საინტერესო იყო. ეს არის გარკვეული გვირგვინი ჩვენი ღონისძიება, ასე ვთქვათ, იუსტიციის დღის აღსანიშნავად. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვისაც და სტუდენტებისთვისაც, ვინაიდან თითოეული მათგანი არის წარმატებული სტუდენტი თავიანთ სფეროში და მათ საშუალება მიეცა დღეს საკუთარი თვალით ენახათ და მონაწილეობა მიიღოთ ფაქტიურად თუ პროკურატურის და თუ იუსტიციის სამინისტროს თანამდებობის პირების ერთი სამუშაო დღის განმავლობაში ფაქტიურად ენახათ საკუთარი თვალით როგორ მუშაობს ამათ მოწყობის თანამდებობის პირი. ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. დღეს ვიყავი ერთი დღით მინისტრის მოადგილე ბატონ გიორგი ვაშენის ერთად მოღვაწეობდა ერთი დღის განმავლობაში და ძალიან საინტერესო იყო. პირადად სიამოვნე, ძალიან საინტერესოა და ის პროექტები რაც ახლა ხორციელდება, ძალიან მნიშვნელოვანია ამ სტრუქტურისთვის. უნიკალური ექსპონატების ნახვა ნებისმიერი მსურველისთვის ეროვნულ არქივშია ხელმისაწვდომი.